ადგილობრივი მოსახლეობა მანდარინის დაბალ ფასად და რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობს. ხელისუფლება მხოლოდ სუბსიდირებაზე აკეთებს აქცენტს. ციტრუსი ის საკითხია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფელში კვლავაც აქტუალური და გადაუჭრელი პრობლემაა. ნაღობილეველები წელს მოსავალს არ უჩივიან, მაგრამ მოწეულ მანდარინს ვერ ასაღებენ და მასზე შემოთავაზებული ფასიც არ აწყობთ. კარგი მოსავალია მანდარინის, ხარისხიანი ნაყოფიც არის, მაგრამ მაინც გაუჭირდა მოსახლეობას მანდარინის გაყიდვა. არის სოფელში მიმღები პუნქტი, სადაც 35 თეთრად ღებულობენ მანდარინს, ეს არ აკმაყოფილებს ჩვენს გლეხებს. წამლის ფულსაც არ ტოვებს ეს მანდარინი და რჩება ხალხი ულუკმაპურის გარეშე. ის 25 თეთრი, რომელიც იძლევა შემფუთავი, პირდება რომ მოგცემს, არანაზღაურებს იმ დანახარჯებს, რაც არის დახარჯული ციტრუსებს. მის მოვლაზე, შეწამვლაზე და მოკრეფას. რამე თუ ჩვენ ვერ ავდივართ მოკრეფა და ვიძულებული ვართ დევიხერავოთ მუშახელ და მოვაკრეფინოთ. ყველაფერ ამ ხარჯებს ეს 35 თეთრი ვერ იმარჯვებს. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ეტაპისთვის მოსახლეობისთვის მხოლოდ სუბსიდირების შეთავაზება შეუძლია. ასევე იმ მიმღებ პუნქტებს ასახელებენ, რომელიც მანდარინს უპრობლემოდ მიიღებენ. ხება ფასის საკითხებს, ფასის საკითხს არეგულირებს, ვთქვათ, ამ სუბსიდირებით ხელისუფლებამ გამოყო 15 თეთრიანი, ესე იგი 1 კილოგრამზე სტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრიანი საექსპორტო მანდარინის სუბსიდირება, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინზე, ქობულეთის ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა, წვენების ქარხანა იბარებს 10 თეთრში და 10 თეთრს სახელმწიფო, ვთქვათ, მუნიციპალიტეტის გავლით, მუნიციპალიტეტში შემოსული, ვთქვათ, ცნობა, რომელიც იქნება წონის სამადასტურებელი და ვთქვათ, შესაბამისად სამართლებრივი საბუთი იქნება, ჩვენ გავცემთ 10 თეთრიან სუბსიდიას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 საწარმო მუშაობს, მათ შორის ნატანების მიმღები პუნქტი ერთადერთია, რომელიც ევროსტანდარტებს პასუხობს.